სასტუმრო ოაზისს აქვს დაახლოებით 35 წლიანი ისტორია. საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ადგილია. ჩვენ ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად 2010 წელს შევისყიდეთ სახელმწიფოსგან და დავიწყეთ ოპერირება. დაახლოებით 2 წლის შემდეგ შევისწავლეთ რა ტენდენციები იყო ბაზარზე და აი ამ დროს ვითარდებოდა mixed use development. ეს რას ნიშნავს? რომ სასტუმროს მიმული ქონდა აპარტამენტების კონცეფცია. იწყებოდა ბათუმის განაშენიანება, სულ რამოდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის პროცესში იყო და ზუსტად მოგვიწია გამოცდილების მიღება საზღვარგარეთ. ეს იყო ბულგარეთი, სადაც განვითარებული იყო ეს ნაწილი, ეს იყო ხორვატია, ეს იყო ესპანეთი და ჩვენ შევისწავლეთ ის უპირატესობები, რაც იყო და ძალიან დიდი რისკი ავიღეთ და ჩვენ ვიყავით პიონერები, რომლებმაც პირველად დაიწყო mixed use development, ანუ სასტუმროს და აპარტამენტების თანაცხოვრება ერთად-ერთ სივრცეში. პირველი რაც დავიწყეთ, ჩვენ შევქმნით ჩვენი Dreamland Oasis-ის სტანდარტი, რაც მოისაზრებოდა, რომ თვითონ აპარტამენტები იყო ძალიან აი გასაღების დონეზე, ჩაის დალევა შეეძლო ადამიანს შიგნით. აი ესე დონეზე უნდა ესე ვთქვათ ჩაგვებარებინა, რომ სარემონტო სამუშაოები ტერიტორიაზე არ ყოფილიყო. ფაქტიურად აი ეს გადმოღებული ევროპიდან მთლიანად აი ეს განვითარება აი დღემდე ესე მოვიყვანეთ. შევქმნით ჩვენი Dreamland Oasis-ის სტანდარტი. ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე შევქმნით უსაფრთხო გამწვანებული გარემო, სადაც არის განთავსებული ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისთვის და დასვენებისთვის. მომავალ წელს მოისაზრება სპა ცენტრის გახსნა, რომელიც აერთიანებს ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რაც დღევანდელ თანამედროვე სპა ცენტრს ესაჭიროება, რომელიც ალბათ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. კომპანიას გააჩნია აქტივები შავი ზღვის სანაპირო ზოლში და ასევე თბილისში. ყველა ეს აქტივი განსაზღვრულია ანალოგიური კონცეფციის პროექტების განსახორციელებლად. ამ ეტაპზე დაგეგმილია ორი პროექტის განხორციელება. ერთი ბოტანიკურ ბაღთან, მეორე ქობულეთში. ყველა ეს პროექტი წარმოადგენს ანალოგიურ კონცეფციას, ანალოგიური სტანდარტების მიხედვით. ერთი სიტყვით ჩვენ ვქმნით Dreamland Oasis-ის სტანდარტს, სადაც ჩვენ არ ვყიდით კვადრატულ მეტრებს, ჩვენ ვყიდით ემოციებს.